მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გადავიღებთ მესამე მარშრუტს. ეს არის ჩვენი გამოსასვლელი, როგორც გითხარით, გამოვდივართ მარცხენა ციმციმით, შემდეგ შემოვერთდებით წრიულს, ანუ წრიულზე ვინც იქნება, ყველას უნდა დაუთმოთ და შემდეგ მარჯვენა ციმციმით ჩამოვუყვეთ გზას მარჯვენა მხარეს. ვიკავებთ მარჯვენა ზოლს და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. აქ 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე. 40-55-ით გავაგრძელებთ მოძრაობას, რაც მთავარია, ტორმუზით უნდა ჩამოვიდეთ. ეხლა ჩავხსნავ მარცხენა ციმციმას, ჩავიხედე მარცხენა სარკეში და გადმოვალ მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ვხედავ, რომ ბანქანებს ზოგს ცხვირი აქვს გამოყოფილი და ზოგი უბრალოდ გაჩერებული დგას. ამიტომ ხელს არავინ არ შემიშლის. ხა დავიჭირე მარცხენა ზოლი, უკან არავინ არ მომყვება, შორი მანძილზე არიან. 500 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ და ამიძახა ოდნავ შევანელი, იმიტომ რომ წინ მანქანა დავინახე, რომელიც გამოდიოდა, ასე ვთქვათ, ცუდად და შეიძლებოდა ხელი შეეშალა. ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, მარჯვენა სარკეში ჩავიხედები და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. 300 მეტრი დამიძახა, მერე მეტყვის, რომ მალე მოვუხვიეთ მარჯვნივ, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას. ხარზე კარგად გავიხედები მარცხენა მხარეს, ოდნავ წინ გადმოვიწიე, მარჯვენა ზოლში არავინ არ არის, ვერც შემოვლენა აქვს რეალურად, ხედავ რომ 70-იანი მაქვს მაქსიმალური სიჩქარე, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, მოუმატე სიჩქარეს, 60-65-მდე ავედი, სარკე შევამოწმე და გადმოვედი შეუერთდი გზას. როგორც გითხარით, 70-იანი გვაქვს, გავაგრძელებთ მოძრაობას 60-65 კმ/სთ სიჩქარით. ესე იგი, ეხლა ნახეთ რა ხდება. პირველი მარშრუტი და მესამე მარშრუტი არის თითქმის ერთი და იგივე. ვისაც გაინტერესებთ, სრულად უყურეთ ვიდეოს, თუ არა და შეგიძლიათ სადღაც ბოლოსკენ გადაახვიოთ და მხოლოდ ის პატარა სხვაობა ნახოთ. ჩვენ მაინც მთლიან მარშრუტს, ასე ვთქვათ, დეტალურად კიდევ ხელახლა განმეორდებით და ავხსნით. თუ მაგალითად მეორე მარშრუტი არის და კიდევ მეოთხეშიც არის მაგალითად, თუ დაგვიძახა რომ 500 მეტრში მოვუხვიოთ მარცხნივ, ესე იგი აქ უკვე მარცხნივ უნდა ჩავიდეთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირველი და მესამე მარშრუტი მოძრაობს პირდაპირ. ოდნავ სიჩქარეს დავაგდებ, მარჯვნივ ქვევით ვხედავ, მარცხნიდან შეიძლება, ასე ვთქვათ, ვინმე ამოვიდეს, თან წინაც ვინც უკვე ამოუხვია ქვევიდან ჩემთან შედარებით ზედმეტად ნელა მოძრაობს, ჯერ არ არიან აჩქარებულები და ხელი რო არ შემიშალონ, მე შორიდანვე ოდნავ ტორმუზი შევაპარე, რომ მათ სიჩქარეს გავუთანაბარდე. მარჯვნივ ხედავთ, რომ გასწრება აკრძალულია, მხოლოდ ეგეც რო არ იყოს წყვეტილი არ გვაქვს აქ და ვერ გადავასწრებთ, 500 მეტრში მოვუხვე მარცხნივ დამიძახებს. შემდეგ 200 მეტრს გავივლი და ითქვის 300 მეტრში მოვუხვე მარცხნივ, ზოლთან ოდნავ ახლოს მოვიწევი. ზედმეტად ახლოსაც არა, რომ მოხოვის დროს უკანასაბურავ არ გადაუაროს უცხოეთს. მალე მოვუხვე მარცხნივ, ნიშნული დავინახე, მარცხენა სარკე შევამოწმე, წინიდანაც არავინ არ მოდის და მოვუხვე მარცხნივ გავაგრძელებ. ახლა მოძრაობას პირდაპირ, ისევ და ისევ 50 მაქვს. ქალაქში ძირითადი არის 50 ყველგან. ეხლა მარჯვენა ციმციმას ჩავრთავ, მარჯვენა სარკე შევამოწმე და გადმოვედი მარჯვენა ზოლში. ქალაქში ძირითადად ხო, რასაც ვამბობდი, 50 გვაქვს ყველგან და 40-55-ით მოძრაობთ. თუ მაგალითად უფრო ნელა იმოძრავებს და საცობი იქნება, ასე ვთქვათ, გავაგრძელებთ მოძრაობა სიტყვაზე, საცობი როგორც მიდის 30 კმ/სთ სიჩქარით, თუნდაც 20 იყოს, ეს არ იქნება არანაირი პრობლემა. ოდნავ შევანელებ, იმიტომ რომ მარშრუტკამ, რომელსაც დათმობის ნიშანი აქვს, არ დამითმო და შენელება მომიწია. მთავარია ზოლის შეცვლა არ გამეკეთებინა, იმიტომ რომ მარცხნიდანაც მანქანა, ასე ვთქვათ, მომყვებოდა და ხელს შევუშლიდი. გავაგრძელებ მოძრაობას ისევ და ისევ მარჯვენა ზოლით პირდაპირ და თუ შემხვდება დაბრკოლება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც შორიდან შევამჩნევ ყავული გვერდს, ამ შემთხვევაში დაბრკოლება დავინახე, ზებრა და გზაჯვადინ გადავკვეთე 50 მაქვს, მაგრამ ჯერ არ მოუმატებ სიჩქარეს, დაბრკოლებას ვხედავ, ოდნავ ვადებ უბრალოდ გაზ ფეხს, ორი მანქანა მოდის, გაივლიან და შემდეგ გადავალ. ეხლა ტორმუზი დამჭირდა ოდნავ, ჩავიხედე მარცხენა სარკეში არავინ აღარ მოდის, ოდნავ სიჩქარე ავკრიფე და გადმოვედი მარცხენა ზოლში. ეხლა უკვე მარჯვენა ზოლი დაბრკოლებული არის და მარცხენა ზოლიდან გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. გზაზე ქვეითი შეხვდა, რომელიც არ გადმოსულა გზაზე, უბრალოდ რატომღაც იქ იდგა.
იმიტომ შენელება საკმარისი აღმოჩნდა, გაზზე ფეხი აუშვი, სიჩქარის აღარ ვიგრიფავდი, ოდნავ შენელდა მანქანა ინერციით და ეხლა გავაგრძელებ მოძრაობას. მარცხნივ მარჯვნივ მithმობენ, ზებრაზეც არავინ არ არის და როგორც კი გადავწდებით ზებრას 4-ვე საბურავით, შეგვიძლია რომ სიჩქარის ნელ-ნელა მომატება დავიწყოთ და 50 კმ/სთ სიჩქარე მაქსიმალური გვაქვს დაიმახსოვრეთ. ამ შემთხვევაში ხა მე მოვდივარ 47 კმ/სთ სიჩქარით, 50-ს თუ გადავაცელ, მაშინ მივიღებ მსუბუქ ერთ შეცდომას. თუ ზედიზედ რამდენჯერმე განმეორდება, უკვე მძიმე შეცდომაში ჩაგვითვლიან. ამ შემთხვევაში ეხა 50-ისთვის არ ამიცელია სიჩქარე, თუ მაგალითად და მომიწია და როგორღაც გავუაზრებლად 50-ს გადავწდი, ვეცდები რომ მაქსიმალურად მალე გამოვასწორო, რომ დიდხანს არ გამიგრძელდეს ესე ვთქვათ შეცდომა. 500 მეტრში მოუხვიეთ, მარცხნივ დაგვიძახებს, ეხა დავინახე ქვეითი, ავტობუსის მოდის, შენელებას დავიწყებ და ორივეს ასე ვთქვათ ერთდროულად გავატარებ, ხო? ჯერ ავტობუსმა გაიარა, ეხა დავუთმობ ქვეითებს. რა თქმა უნდა, ზებრასთანაც ასე ვთქვათ, დისტანციის დაცვით უნდა გავაჩეროთ მანქანა. ეხლა ოდნავ ადრე დავიწყე მოძრაობა, რაღაც გაურკვევლობის გამო, უკიდან მანქანა ზედმეტად ახლოს მოვიდა და ასე ვთქვათ, თავის არიდების მიზნით ოდნავ წინ მივიწიე. თქვენ ამას გამოცდაზე რა თქმა უნდა არ გააკეთებთ, უბრალოდ მაინც თავი დავისყვიე, ხო? 300 მეტრში დამიძახებს, შემდეგ მეტყვის რომ მალე მოუხვიეთ მარცხნივ, ჩავთავ აქედან მარცხენა ციმციმას, ოდნავ შევანელებ, მოსახვევია, აქ არ შეგეშალოთ, რომ ცოტათი წინ და მერე უხვევთ მარცხნივ წრიულის მოbrunების არის, ხო? მარჯვნივ მხარზე გავიხედე და გავაგრძელებ პირდაპირ მოძრაობას მარცხენა ზოლში. წრიულის რა, ხო, მოbrunებისთვის გამოიყენება მარცხენა ზოლი. აქედან დამიძახებს, რომ 500 მეტრში მოუხვიეთ წრიულ მოძრაობაზე მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. ესე იგი, მარცხენა ზოლში დავრჩები და გავაგრძელებ მოძრაობას, ხო? შენელებას დავიწყებ, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლი დაბრკოლებულია და მარცხნიდან ესენი ამათ გასვლა უწევთ, ამიტომაც შენელებას მოახერხებენ, ხო? აქედან მეტყვის რომ მალე მოუხვე მარცხნივ, გამოვიხედე რომ ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსი არ მოდიოდეს, ძაღლთან ცოტათი ნელა გავივლი და მოვიწევი მარცხენა მხარეს, ხო? ხედავ რომ არავინ არ მოდის, მარცხენა ციმციმა გაითიშა და ხელახლა ჩავრთავ, ეს ქვეითი ცოტა ისეთ ადგილზე არის, რომ კიდევ კაი საფრთხეს არ ქმნიდა. მალე წრიულ მოძრაობაზე მარცხნივ დაგვიძახა და მოვყვებით მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს მხარზე გავიხედეთ და არავინ არ იყო. ხა ამ ქალბატონმა ჩვენ უნდა დაგვითმოს, აი ესე ცოტათი წინ კი მოიწია, შეგუზღუდა, მაგრამ სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რომ ტორმუზით მიმოძრაოთ, ხო? ხა ჩავრთავ მე მარჯვენა ციმციმას და დავიკავებ შუა ზოლს. გადმოვედი 4-ვე საბურავით ზოლში, გავთიშე ციმციმა, ქვეითა გადასასვლელზე არავინ არ არის, ტორმუს ვიყენებ იმისთვის, რომ წითელი ანთია და დისტანციის დაცვით გავჩერდე და თან არ მომივიდეს ესე ვთქვათ მძიმე ტორმუზი, რაც უფრო შორიდან შევანელებთ მანქანას, უფრო მსუბუქად გავჩერდებით. მწვანე აიმთო, გავაგრძელებ ახლა მე ნელ-ნელა მოძრაობას. ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ჩვენი შუა ზოლი წამოვიდა და გააგრძელა მოძრაობა მარჯვენა ზოლში, მანდ ფიზიკურად სამზოლიანში მარჯვენა ზოლში არ უნდა გადახვიდეთ, სხვანაირად თუ არ გადახვალთ, ვერ მოხვდებით. ხა ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, ნელ-ნელა გადმოვალ მარცხენა მხარეს და ისევ ჩემ ზოლში მარცხენავე ციმციმით დავბრუნდი და გავთიშე. ზოლი თითქმის არ დამიტოვებია, მაგრამ მსგავსი გვერდის ავლის დროს აუცილებელია, ხო? ხა ამ ქვეითს გავხედე და ვხედავ, რომ რაღაცას ელოდება და გავაგრძელებ მოძრაობას. ანალოგიური სიტუაცია კარები რო არ გამიღოს, ოდნავ მარცხნივ გამოვიწევი და დავბრუნდები ჩემ ზოლში. გავთიშავ ისევ ციმციმას. მწვანე ოდნავ დიდი ხანიანთია, თუ მაინდა-მაინც აი ამ მომენტში ბოლო წამს, აი ეხლა ზუსტად აციმციმდა, თუ აგვიციმციმდება, მაგ შემთხვევაში ჯობია გაიაროთ და არ გააჩეროთ, ხო? ამას გაგვიტარებს, ესე ვთქვათ, გვაპატიებს გამომცდელი, არ გააჩეროთ არავითარ შემთხვევაში, როდესაც ეგრე პატარათი ბოლო მომენტში დაიწყებს აციმციმებას შუქნიშანი. როგორც გითხარით, აქ გვაქვს იმხელა მანძილი, რომ თეთრ ზოლსა და ყვითელ ზოლს შორის გავიაროთ, რუსთავში ისევ გავიმეორებ, რომ არ გვაქვს ბასლაინები, მხოლოდ არის ავტობუსის გაჩერება, მარცხნივ გავიხედე, მარჯვნივ გავიხედე და სიფრთხილის დაცვით გავაგრძელებ მოძრაობას. ეხა იქითკენ ქვეითები იყვნენ, მაგრამ ისეთი რაღაცა მოხდა, ეხა მარცხენა ციმციმას ჩავრთავ და გადმოვალ მარცხენა ზოლში. ისეთი რაღაცა მოხდა, რომ წინიდან მომავალი საპირისპირო ზოლმა არავინ არ დაუთმო, შესაბამისად აქეთკენ მე ნელა მოვდიოდი და მეც აღარ გადავწყვიტე
დათმობა იმის გამო, რომ საცობს დავაყენებდი მარცხენა საპირისპირო ზოლიდან მომავალი მანქანები მაინც არ უთმობდნენ იმათ, ხვდებით? ანუ ტყუილა აღარ გავჩერდებოდი და საცობს არ შექმნიდი, იმიტომ რომ უკან ერთი 7-8 მანქანა მაინც მომყვება. ჩავრთავ ეხა მარჯვენა ციმციმას, მარშრუტკა მოდის, ცოტა გაიაროს, გავატარებ და მარჯვენა სარკის კონტროლით გადმოვალ მარჯვენა ზოლში. დიდხანს არ მომიწიოს, ასე ვთქვათ, შედარებით სწრაფმავალ, ანუ მარცხენა ზოლში მოძრაობა, ხო? ოდნავ შევანელებ ეხა, გავჩერდები, აქ გვერდისავლას უკვე აღარ დავიწყებ, დაველოდები, როდის ჩაისვავს ხალხს მარშრუტკა, როდის ჩამოვავინმე მაგალითად და გავაგრძელებს მოძრაობას, თან წითელი ანთია, მარცხენა მხარეს სარკეში რო ჩავიხედები, იმდენი იმხელა მოძრაობაა, რომ ვიღაცას თუ არ ჩაუჭერი ფიზიკურად ვერ გადავალ იქით, ამიტომ დავრჩები მარჯვენა ზოლში, ოდნავ წინ მოვიწიე დისტანცია ცოტათი შევამცირე, მიუახლოვდები წინ. და ეხა უკვე წითელზე ვართ ისევ, 11 წამია შუქნიშანზე დარჩენილი, ამ შემთხვევაში უკვე მარშრუტკა მეფარება ვეღარ ვხედავ, ხო, ზედა ნაწილი ჩანს, ამიტომ, როდესაც მარშრუტკა დაიძვრება, გავხედავ შუქნიშანს, მწვანე აინთო, ასევე საპირისპირო ზოლის ზედა ნაწილში ჩანს მარცხნივ ზემოთ კუთხეში, ისა რა ქვია, შუქნიშანზე რომ მწვანე აინთო და დავაკვირდები, ასე ვთქვათ, ირგვლივ იმას, რისი საშუალებაც მაქვს, ასე ვთქვათ, ყველაფერს გამოვიყენებ, რომ მე თვალთახედვა დიდად არ შემეწყვეტოს, ხო, ვიღაცის გამო. ეხა მე სამზოლიანში ვარ და ჩემი მარჯვენა ზოლი შუაში გაგრძელდა, მარცხენა ზოლი გააგრძელებ და მოძრაობას მარცხენა ზოლში, ქვეითი უბრალოდ იდგა საერთოდ სხვა მხარეს იყურებოდა, უბრალოდ ოდნავ გაზის აშვებით შევანელე და ისევ გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. შუქნიშანია, ვხედავ, დიდი ხანიანთია, მაგრამ მე უკვე ვითვალისწინებ იმას, რომ თუ ნაპირებში ქვეითები არ დგანან, აი ვიღაცამ მიაჭირა, ხედავთ? თუ ნაპირებში ქვეითები არ დგანან, არ გამიწითლდება ეს შუქნიშანი, ამიტომ ოდნავ მაინც შევანელებ და ისე გავაგრძელებ მოძრაობას. მარჯვენა მხარეს ხილაკი აქვთ, ესე ვთქვათ, დააწვევიან იგივე საპირისპირო ზოლში, ოდნავ წინ წამოვიწევი, შუქნიშანს ვხედავ, რომ წამზომი არ აქვს, ამიტომ შეძლების დაგვარად ისე დავიწყებ ყურებას, რომ მწვანე მაშუქ სიგნალი მარტივად დავინახო. ოდნავ წინ ვარ წამოწეული, ეს მზის პანელი, რომელიც ასე ვთქვათ, ხელს მიშლიდა უკვე, რომ შუქნიშანი დამენახა, ცოტათი წინ გავწიე, ხო? მერე ისე ოდნავ თქვენს ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ოდნავ ისე უკან დავაბრუნებ, რომ მარტივად შევძლო წინ ყურება. და მზე თუ რამეა არ მომაჭერს თვალებში, ხო? ამ შემთხვევაში მარცხნიდან არის, მაგრამ მაინც. როგორც კი მწვანე აინთო, ზებრას თვალით შევავლეთ აქეთ-იქით, თავით გავხედეთ, გამოვხედეთ და გავაგრძელეთ მოძრაობა პირდაპირ ისევ. ისევ ქვეითთა გადასასვლელი პირველ მარშრუტშიც და მესამე მარშრუტშიც თითქმის ერთი და იგივეა, როგორც გითხარით და ძალიან ბევრი ქვეითთა გადასასვლელი გვხდება. აქედანვე ხა წინ ქვეითი დავინახე და დავიწყე უკვე შორიდანვე მე შენელება, რომ რეაგირებაში სწორად ჩამეთვალოს, ხო? თუ ახლოს მოვალ და მერე დავიწყებ შენელებას, უკვე ასე ვთქვათ, შეცდომა იქნება. მარცხნიდან არავინ არ მოდის, მარჯვნივ ჩემი ზოლი დატოვეს და გავაგრძელებ მოძრაობას. წრიული მოძრაობა პირდაპირ დამიძახებს, ოდნავ მარჯვნივ გადმოვიწევი, გავასწორებ საჭეს წინ წავალ, ეხლა ნახეთ და ისევ ოდნავ მარცხნივ მომიწევს წამოსვლა, ხო? რომ ჩემი შუა ზოლი დავიჭირო. მარჯვნივ ვხედავ, რომ ქვეითები არიან, შენელება დავიწყე, გავაჩერე მანქანა ზებრასთან ისევ დისტანციის დაცვით, როგორც კი საქარე მინაში ჩაგვემალება ზებრის დასაწყისი, ოდნავ წინ მივალთ და გავჩერდებით. ამ შემთხვევაში ახლა ყველა ქვეითს უნდა დაველოდოთ, ხო? მარცხნივ ვხედავ, რომ ერთი ქალბატონი დგას რაღაცას ისწორებს და სავარაუდოდ წამოვა, ხო? ამიტომ პირდაპირ არ გავარდები, როგორც კი აქ ქვეითი გადასვლას დაასრულებს. გავიხედე მარცხენა მხარეს, არ მოდის და გავაგრძელე მოძრაობა. ცენტრში იდგა, ასე ვთქვათ, კუნძულის და მიწევს, რომ ყურადღება მივაქციო. თუ საპირისპირო ზოლშია ჯერ და იქიდან გადმოდის, არ დავუთმობ, ხო? იმიტომ რომ სანამ ის აქ მოვა, ხელოვნური საცობის შექმნის გამო უკვე მძიმე შეცდომას მივიღებთ. აქ ცოტათი ფრთხილად იყავით ხოლმე, იციან ხოლმე, რომ გზაზე გადმოუჭრიან, აი ბოლო მომენტში მაგალითად მიხვდებიან, რომ მარცხენა ზოლი მარტო მარცხნივ მიდის და გამოვარდებიან ხოლმე, შუაში შევარდებიან. ამიტომ შორიდანვე თუ ხედავთ, რომ წამზომზე ცოტა გაქვთ დარჩენილი ან მწვანე დიდხანს ანთია, შორიდანვე ოდნავ შეანელეთ, ანუ 45-ით აღარ გააგრძელოთ მოძრაობა, 40-ით გააგრძელეთ. ეხლა ქვეითები არიან, გაზ გაუშვი ფეხი, შევანელე ოდნავ, 35-მდე ჩამოვიდა ჩემი სიჩქარე და ისევ ოდნავ მოვუმატე. 40-მდე ავიყვანე, გავაგრძელე მოძრაობა
აქედან ეხა ტორმუს ისევ შევაპარე ფეხს დისტანციის გამო, რომ მე ახლო დისტანციაზე უფრო მეტი ტორმუზი დამჭირდება, შორ დისტანციაზე უფრო მსუბუქად დამჭირდება, რომ გამოვიყენო. ხედა მწვანეა, ქვეითები არ მოდიან, წრიული მოძრაობა პირდაპირ, მარჯვნივ მოვიწია ოდნავ. ეხა ოდნავ ისევ მარცხნივ მომიწევს მისვლა. ამას სავარაუდოდ არ იცის, იმიტომ რომ არ გადავიდა. აი ესე. და შემოვედი მარცხენა მხარეს, ანუ შუა ზოლში დავბრუნდი. გავაჩერებ ეხა მანქანას, დაველოდები 12 წამია შუქნიშანზე დარჩენილი, სიტუაციას შევამოწმებ, გვერდზე ვინ მიდგას უკან, ხო ხტები, ანუ ყველა მხარეს ესე ვთქვათ დავზვერო. წინ ეხა გამოჩნდა იმ ხელა მანძილი, ერთი მანქანა გავიდა. მივიწევი წინ, შევავსებ ამ ადგილს, მწვანე როცა აინთება, გავაგრძელებ მოძრაობას. თუ ერთი მანქანის მანძილი არის და არა 9 მეტრა და 1 მეტრას არ შევავსებთ, ხო? ერთი მანქანის მანძილი როდესაც არის, მივიწევით წინ და შევავსებთ, იმიტომ რომ უკან მყოფი მანქანები, ასე ვთქვათ, უფრო წინ მოიწევიან, წრიულზე უკვე ხელს აღარ შეუშლიან, ხო? ანუ მსგავს რაღაცეებს ესე ვთქვათ, გვიწევს რომ ვიზრუნოთ, ხო, გამოცდაზე. თუ მაგას არ შეავსებდით, ესე ვთქვათ, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ შეცდომა მიიღოთ ერთი მსუბუქი, ხო? იმიტომ რომ მომხდარა ესეთ სიტუაცია. მარცხნივ ხა მანქანას დისტანცია დავუტოვე, რო რამე და უცებ გადაეწყვეტა შემოსვლა, მე აღარ დამჭირდებოდა, ასე ვთქვათ, ძლიერი ტორმუზის ხმარება, მსუბუქად შევანელებდი, ხო? ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა მანქანასთან, ქალაქშიც და ქალაქგარეთაც დისტანციის დაცვით უნდა ვიმოძრაოთ. მწვანე აინთო, ჩემ წინ მანქანამ დაიწყო მოძრაობა, მეც ნელ-ნელა გავყვები, ხო? მარცხნივ გავიხედე, ეხა მაინც ქვეითი რო არ წამოვიდეს მარჯვნივაც, დრო შეიძლება რომ მწვანეზეც ესე ვთქვათ, გააგრძელონ მოძრაობა და ჩაგვიჭრან. და თუ მაგ შემთხვევაში მწვანეზე თუ წამოვლენ, ანუ დათმობის ვალდებულება გვიჩნდება, თუ ჩვენ ზოლში შემოვიდნენ უკვე და თუ სხვა გზა არ გვაქვს, რომ თავს ვერ ავარიდებთ, ხო? აქედან რომ დავინახო მაგალითად შუაში ვინ მეიყოს, ხო? უბრალოდ შევანელებ და გადავა და მე გავაგრძელებ მოძრაობას. ქვეითთა გადასასვლელს შორიდანვე დავაკვირდები, მარჯვნივ მანქანა მეფარება, მარცხნივ დავინახე, რომ არავინ არ არის. მარჯვნივ რადგან მეფარებოდა უკვე მეტი ყურადღება მარჯვენა მხარეს მივაქციე და გავაგრძელე მოძრაობა, წრიული მოძრაობა პირდაპირ ისევ დაგვიძახებს. უკვე ქალაქიდან ისევ გავდივართ, როგორც გითხარით, მარჯვენა მხარეს სარკის შემოწმება გვიწევს, ოდნავ მარჯვნივ მოვიწიე, რომ უწყვეტი არ ისა წყვეტილი არ ჭას და ასე ვთქვათ, არ გადავკვეთო, ხო? მარჯვენა მხარეს სარკის შევამოწმე, გვერდითაც გავხედე, რომ არავინ არ იყოს, სიჩქარის მომატება დავიწყე, აქ დავიჭერო, ასე ვთქვათ, 60 კმ/სთ სიჩქარეს მაქსიმალური, ანუ 70 შემილია, მაგრამ მჯობესი იქნება 60-65-ით გავაგრძელოთ და არ მივიღოთ რამე შეცდომა იმაზე, რომ მაგალითად 70-ით მიდიხარ და მერე ან ტორმუზი არ გეყოს, ან სიჩქარე გაგექცეს, ამიტომ 60 კმ/სთ დავიჭიროთ, დაბლა არ ჩამოვა სიჩქარე, იმიტომ რომ გაზზე გვიდგას ფეხი და ვეცდებით, რომ უბრალოდ 70-ს არ გადავაჭარბოთ. ეხა უკვე მარცხენა ზოლი მჭირდება. ჩავიხედები მე მარცხენა სარკეში, ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, შუა სარკეში ჩავამოწმე ყოველი შემთხვევისთვის და გადმოვალ ნელ-ნელა მარცხენა მხარეს. მეორდები, რომ აქედან არ გავდივართ ავტობანზე, არ უნდა შევუერთდეთ, გზაზე მონიშნა მხოლოდ პირდაპირ გვანიშნებს, ამიტომ მხოლოდ პირდაპირ გავაგრძელებთ მოძრაობას. უკვე ლურჯი ნიშანი სადაც გამოჩნდება, აქედან ხედავ, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, შენელება მომიწია გვერდიდან ამომცვლის გამო, ეხა მარცხნივ ვერ გადავალ, შენელება მიწევს, გამოვიდა მანქანა უკან შემომხვა და გადმოვედი 50 კმ/სთ სიჩქარით და დავიწყე ისევ მომატება. იქ გაჩერება არ შეიძლება, თუ სავალდებულო არ გაგვიხდა, კარგი? სხვა შემთხვევაში არ გააჩეროთ. ეხლა მე უკვე სავალდებულო მქონდა, ვაჩერებდი, მაგრამ მანქანა, რომელიც ხელს მიშლიდა და უბრალოდ მე შევუშლიდი ხელს, რომ შემოსულიყავი მის ზოლში, ადგა და მარჯვენა მხარეს ზოლში გადავიდა. ჩაუხვია დაბლა, შესაბამისად მეც გავაგრძელებ პირდაპირ მოძრაობას თავისუფლად. გადმოვედი და წავედი სწორად. ეხლა მივდივარ 80-ით, შემილია რომ 90-ითაც ვიარო, მაგრამ 90-ს არ დავიჭერ სიჩქარეს.
მწვანე ბილბორდი გამოჩნდა, საიდანაც დამიძახებს, რომ მარჯვნივ უნდა მოვუხვიო 500 მეტრში, მერე მეტყვის 300 მეტრი, შესაძლოა თქვას, რომ 400 მეტრში მოვუხვით მარჯვნივ, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა რატომღაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი და იგივე ასასვლელი არის, მაინც აქ ხართ, ხო? მარჯვენა ციმციმა ჩავრთე, წინ გადმოვიწიე მხარზე, კარგად გავხედე, დავინახე, რომ არავინ არ არის, მარჯვენა სარკე კიდევ ერთხელ შევამოწმე იმის მიუხედავად, რომ იქ არავინ არ იყო, შევანელე, ეხა მარცხენა სარკეში ჩავიხედე, რომ წინ არავინ ჩამიჭრას, ციმციმა ისევ და ისევ ჩართული მაქვს, 35-ით შემოვედი, როგორც ყოველთვის ვამბობ, იმიტომ რომ ჩემთვის ესე ვთქვათ, ნორმალური სიჩქარეა, მომწონს რომ 35-ით შემოვდივარ, ან მაქსიმუმ 40-ით, ძიმე მოსახვევია და საკუთარ თავს რო პრობლემა არ შევუქმნა და რაღაცა 50-ით ესე ვთქვათ არ შემოვდივარ. რაც არ უნდა იყოს 50-იან ზონაში, ყოველთვის მოძრაობთ 40-45-ით, ამიტომ 35 ყველაზე დაბალი გვაქვს და 35-ით შემოვდივართ, ხო? სტოპ ნიშანი გვაქვს, მარცხენა ციმციმას ჩავთავ აქ აუცილებლად, რომ არ დაგვავიწყდეს, იქ უკვე ნერვიულობთ ხოლმე გამოცდაზე, გავჩერდებით, მარცხენა ციმციმა ჩავთე, გამოვიხედე, შორს არის მანქანა ძალიან ზედმეტად და გავაგრძელე მოძრაობას სარკეში, ჩავიხედე, უმჯობესი იქნება, რომ ორჯერ მინიმუმ შეამოწმოთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეხლა საერთოდ მანქანა იმდენად შორს მოჩანდა, რომ თან ეთხოვოდა, რომ ნელა მოდიოდა, გამოუცდელი ამას ეხლა ვერ მიხვდება, რომ რამდენად ნელა მოძრაობს, ესე ვთქვათ, მანქანა, ამიტომ მინიმუმ ორჯერ მაინც შეამოწმეთ, ხო? ესე უკეთესი იქნება. ბოლოს რაც არ უნდა იყოს ამოსვლის დროს, მე უკვე სარკით ჩავხედე, შეგიძლიათ სარკითაც ჩაიხედოთ და კიდევ ერთხელ აუცილებლად გადახედოთ გვერდით, ხო? აქედან უკვე იცვლება, ასე ვთქვათ, პირველსა და მესამე მარშრუტ შორის განსხვავება. პირველი მარშრუტი მიდის მარჯვნივ, ანუ შედის ქალაქში, ბრუნდება, უკან ამოდის, მესამე მარშრუტი, ესე ვთქვათ, ქალაქში აღარ ბრუნდება, უბრალოდ პირდაპირ აგრძელებს მოძრაობას, ადის სააგენტოში და სრულდება გამოცდა. ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, 70-მდე ავჩქარდი, გადმოვედი ავტობანზე, მარჯვენა სარკეში შევამოწმე, 4-ვე საბურავით ზოლში შემოვედი და გავაგრძელებ მოძრაობას 85-ით მოვდივარ. ეხლა ამ შემთხვევაში მე გაითვალისწინეთ, რომ პირველსა და მესამე მარშრუტ შორის სხვაობას ვერ მიხვდებით, სანამ კონკრეტულად აი ამ წერტილში არ მოხვალთ, ხო? რუსთავისკენ ბრუნდებით, თითელხიდი და რუსთავი მარჯვნივ გვიწერია. ამ შემთხვევაში თუ არ დაგვიძახა, რომ 500 მეტრში იმოძრავეთ მარჯვნივ ესტაკადაზე, მაშინ მოძრაობთ პირდაპირ, ავალთ სააგენტოში და ეგ იქნება, ხო? ეხლა ნახეთ, ზედმეტად ნელა მოძრაობს, სავარაუდოდ, მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ ტორმუზი მივახმარე, დავინახე, რომ მოძრაობს 60-ით, მარცხენა სარკე შევამოწმე, გავიხედე ოდნავ მარცხნივ მოვიწევი, წინ გავხედე და ვხედავ აქედან, რომ 1-3-4 მანქანა დგას, ხო? ამიტომ 60-ით მოდის და გავყვები უკან, რო გადავასწრო შემდეგ მარჯვენა ზოლში ვერ დავბრუნდები, ოდნავ მარცხნივ მოვიწიე, გადავხედე წინ და თუ დავინახავდი, რომ მანქანები არ იქნებოდნენ, მაგ შემთხვევაში უკვე დავუვლიდი გვერდს, ხო? თავიდანვე პირდაპირ სწრაფად როდესაც მოდიხართ, ეგრევე მარცხენა ზოლში არ გადახვიდეთ და არ გაიქცეთ გადასასწრებად, იმიტომ რომ შეიძლება მარჯვნივ ვეღარ დაბრუნდეთ შემდეგ. ამიტომ თვალსაჩინოს არეალით ოდნავ გადმოიწევით მარცხნივ, თავსაც გადმოწევთ, გახედავთ წინ და დაინახავთ, რომ მანქანები ყავთ თუ არ ყავთ. 500 მეტრში მოვუხვე, მარჯვნივ დამიძახეთ, ჩავთავ ეხლა მე მარჯვენა ციმციმას. როგორც კი ზოლი გამითავისუფლდება და მომცემ საშუალებას, რომ მარჯვნივ შევიდე, ჩავიხედები მარჯვენა სარკეში, მარჯვენა ციმციმა ჩავრთე, გადმოვედი, შემოვედი, უკვე ნელა მოვდივარ და შენელებას დიდად აღარ მოვახდენ, 60-ით მოვდიოდი, ხო? შევანელე 50-მდე, 40, ეხა 35-მდე ჩამოვა სიჩქარე, მარჯვენა ზოლში, ესე ვთქვათ, შემოვალ და გავასწორებ საჭეს და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. ხალხი ამ ხედავ, რომ ქვეითები მოდიან წინ, ოდნავ გავაგრძელებ წინ მოძრაობას, სადღაც აი ამ ტრაილერს რო გავწდები, მარცხენა ციმციმას ჩავრთავ, ეხლა და გადმოვალ მარცხენა ზოლში, ჩავიხედე მარცხენა სარკეში, გადმოვედი მარცხენა ზოლში, გავთიშე ციმციმა
და გავაგრძელებ პირდაპირ მოძრაობა. აი ესეთი ადამიანების არ შეგეშინდეთ, სავარაუდოდ ეხა კადრში გამოჩნდებოდა, რომ ჩემს ზოლში იყო საპირისპირო ზოლიდან გადმოწეული. აი იგივე ვარიანტი. ოდნავ გასაუში აღმართია, მარტივად შენელდება, იქ სავარაუდოდ რაღაც დაბრკოლება არის, რის გამოც ყველა მოდის ამ ზოლში, ხო? ჩავხთავ მაშინ მარჯვენა ციმციმას, რომ ხელს მიშლიან და მეც უკან მყოფებს ხელი არ შეუშალო, გადმოვალ მარჯვენა ზოლში და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. ეხა აქ ისევ მეტყვის, რომ მალე წრიულ მოძრაობაზე მარცხნივ ჩავხთავ მარცხენა ციმციმას, გადმოვალ მარცხენა ზოლში, აი ნახეთ რა ხდება, წრიული მოძრაობა დაუთმეო მეუბნება. შევანელებ, წრიულზე იმყოფება ეს ვერცხლისფერი მანქანა, გავატარებ, მარცხნივ გავიხედე, ჩავხთე მარცხენა ციმციმა, გავაგრძელებ მოძრაობას მარცხენა ზოლით, გაითვალისწინეთ, რომ მარჯვნივ არ შეხვიდეთ, სანამ აქამდე არ მოხვალთ, მერე ჩავხთავ მარჯვენა ციმციმას, გავხედავ მარჯვნივ, მოვალ და დავასრულებთ ჩვენს გამოცდას ამ ადგილზე. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვისვათ კითხვები და აუცილებლად გიპასუხებთ მაქსიმალურად სწრაფად.